გამარჯობა, ჯანი. გამარჯობა მეგობრებო, დაგიბრუნდით ისევ ჩვენი კულინარიული გასვლებით და მე ვარ მაო, რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ გავაკეთებთ ფრთებს და ფრთებს გავაკეთებთ ცოტა უცნაურად, ასე რომ თუ გაინტერესებთ საბოლოო შედეგი რა იქნება და იქნება თუ არა გემრიელი, გამოვყვევით აუცილებლად და რა თქმა უნდა არ გათიშოთ. ეხლა რა ხდება პირველ შემთხვევაში ეს ფრთები გვაქვს შეტრუსული, გავტრუსეთ აქ ცეცხლზე და ვამატებთ ცოტა აჯიკას. მშრალს და ვიტოვებთ ახლა ამას, ვიტოვებთ უფრო სწორედ ცოტა ხანი რომ შეეზილოს კარგად გემოები და სუნელები ერთმანეთში. ესე ამოურიოთ. აქ დეგუსტატორიც სუგაც ყავს. ამოურიოთ ჩვენს ფრთებს კარგად, რომ შეეზილოს. ახლა ვამატებთ ცოტა სიმინდის სახამებელს. ზოგი ფქვილსაც უკეთებს, თუმცა ამ შემთხვევაში მე წამოვიღე ეს უფრო უკეთესი არის შეწვისას. ამოურავთ ახლა ამ სიმინდის სახამებელს და ნუ ეს აჯიკა რაც გვაქვს მშრალი და ცოტა ხანი ტაფაზე შევწავთ. მერე ისევ ამოვაბრუნებთ, ცოტა ხნის განმავლობაში დავასვენებთ და ისევ შევაბრუნებთ соусებთან ერთად. გადმოვდოთ ახლა ეს აქ. რა ხდება, ახლა ჩვენ გვინდა ტაფა. და იმედია ხელი არ დამეწვება ამ ტაფის აღებისას. არა. გახურებულია ეს ჩვენი ტაფა. ოპა, დავდოთ. დავამატოთ ზეითუნის ზეთი. და გადავდოთ ახლა ეს ტაფა ცეცხლზე რომ გახურდეს. ცოტა არაშესაბამის პირობებში ვართ ვცდილობთ რომ მოვასწროთ და არ გაგვიწვიმდეს, იმიტომ რომ როგორც ყველასთვის მტკივნეული არის ეს ფაქტი, მაისმა სამწუხაროდ წვიმაში ვაბანავა. დავდოთ ახლა ეს ჩვენი ფრთები რომ შეიწვას. ოღონდ ცოტა ხანი, დიდი ხანი არ გინდათ გაჩერება. ამასობაში ცოტა შეიბრაწა ახლა ეს ძალიან შეწვა არ გვინდა ჯერჯერობით. გადმოვასვენოთ. ოპა. ცოტა გავაციოთ და გავაკეთოთ ახლა соуსი მანამდე სანამ ეს ცოტას დაისვენებს. ეტაპობრივად ვურევთ ცოტა სოიოს соусისა და შაქრის ნაზავს. ნუ 1-2 კოვზი რო იყოს. ამასობაში ვუმატებთ, დამავიწყდა ამას მაშარაფს, მიცამ. ოპა. დავუმატოთ ახლა ცოტა მაშარაფი. ეს ძალიან მიყვარს მე. მოდი პირდაპირ არ გვინდა ეს რაღაცა ჯამები ჩაუშვათ ესე. და მეცა რაც მთავარია ეხა ხახვი. ცოტა არეულობა გვაქვს აქ. ხახვის თავები დავჭრათ და პირდაპირ გავუკეთოთ მხოლოდ ხახვის თავები, ძირები დეკორისთვის მოვიტოვოთ. წამოდავდგათ ახლა ეს. ოპა. ცეცხლი ცოტა კვდება. შევასწოროთ. ასე. მაგრამ მგონია რომ ცოტა მგონი რაღაცის დამატება უნდა და ეს რაღაც რა არის მეგობრებო? ეს არის ბროწეულის წვენი. მოკლედ სანამ ეს შედუღდება, მანამდე დავჭრათ ნიორი წვრილად, ისე რომ რა თქმა უნდა ხელები არ მოვიგლიჯოთ, რაც ძირითად შემთხვევაში მე რო გამოვდივარ ხოლმე მაგას ვაკეთებ. ჯერ არ იწვიმებს.
რატო ჩხუბობ ცუგი? ეხა ესე თუ ისე გაუბედურებული და დაჭრილი ნიორი, მოდი ამ соуს გავუკეთოთ. ოპა. ჩაუმატოთ ეხა ეს ჩვენი მშრალი წიწაკა ცოტა, რომ ცხარე იყოს. მოდი ძალიან ცოტა მარილი და ასევე და ცოტა ძალიან ცოტა სახამებელი გავუკეთოთ, რომ შესქელდეს. ყველაზე მთავარი ეხა რაც არის. ამ შემთხვევაში უკეთებთ გუდის თხის ყველს. ოპა. რომელიც არ მიყვარდა როგორც ჩანს და აღმოჩნდა რომ ძალიან მიყვარს. აჰა. ეს კაი, მოდი. დავდოთ. ცოტათი ამოვურიოთ. ოპა. ასე. Так. და დაუმატოთ მოდი ეს ქათამიც რომ უკვე ამასთან ერთად ითუხთუხოს. ჩუგი დაუბრმავდი. ასე ოპა დიკაჩერტი მოჩაიდია შეხა ამის მომზადებაც წვიმამაც გვაცადა ეხა გადმოვავადოთ აქ ეს დავდოთ ცოტა რომ გაცივდეს ისე რომ საღლმა ხვირი არ ჩადეს და არ დაეჭვას. გუდის ყველს თავისი სონი მოაქვს. ესეც ისე დავაყაროთ. და გავსინჯოთ არა? კაი ცხელი გია. ჯერ ვერაფერს ვერ გავსინჯავთ. ჰოჰო. მოდი ახლა ვეცადოთ რომ ვაიმე ვერაფერს ვერ ვიზავთ შანა. ძალიან ცხელია. აბა მოდი ახლა ვეცადოთ რომ გავსინჯოთ. ოპა. ოჰო, ცხელია ძალიან. კაი მოდი ისევ მამა პაპურად რა. არ გვინდა ეს რაღაც დაქუცმაცებები. კაია. ოპა. ძალიან კაია. 10-დან 10-დან 8. ისმის ხმა. ბრავო. მოკლედ. არ ვიცი დასაწყისში თქვი თუ არა ეს. თუმცა ზოგი ჩვენც მოგცემთ, მაგრამ ვერ მოგცემთ, იმიტომ რომ ძალიან ცხარია. არ ვიცი დასაწყისში თქვი თუ არა, მაგრამ ეხლა ვართ
ალგეთის წყალსაცავზე გავაკეთეთ ფრთები, განსხვავებული მეთოდი და ვფიქრობ იმას, რომ მეგობრებთან ერთად რო გახვალთ, ძალიან მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ ეს ძალიან იაფად გამოსადეგი ფრთები. ისე რომ ისი ამომადგინეს, ვისაც ხარე გიყვართ ზუსტად იმ პროპორციებით დააკეთეთ რა პროპორციებითაც მე გავაკეთე და ნუ მოკლედ მომდევნო ჩვენს აუთდორ გასვლამდე, კულინარიულ გასვლამდე და რა თქმა უნდა არ დაგავიწყდეთ ახის გამოწერა და ამ ვიდეოს დალაიქება. ასევე ვიდეოებში დამიწერეთ რა გავაკეთე მომდევნოზე. აბა პაკა.